გამოიყურება ბავშვი, როდესაც 36 კვირისაა. მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორმა მორა ჰეილიმ კი ახლახან აბორტისთვის განსაზღვრული 24 კვირიანი ზღვარი გააუქმა, რაც ისედაც სრული სიგიჟე იყო და 36 კვირამდე გაზარდა. ვოუქ ისტორიულობი ამ გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით ეგებება. მეორე ტრიმესტრში მუცლად მყოფი ბავშვი უკვე ფეხს მკვეთრად ამოძრავებს და თუ ამ დროს გსურთ აბორტის გაკეთება, ეს პროცესი პირდაპირ საშინელებათა ფილმის სცენას ემსგავსება. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და ინსტრუმენტს ძლიერად გამოიყენებთ, ამ დროს თეთრი მასა გამოიყოფა საშვილოსნოს ყელიდან. ეს ბავშვის ტვინია. შემდეგ მისი თავის ქალის ნაწილ-ნაწილ გამოტანა ხდება. ბევრჯერ მქონია ესეთი დღეები, როდესაც პროცესში პატარა ბავშვის სახეს პირდაპირ ვუყურებ. ასე ხდება ხოლმე, როდესაც მეორე ტრიმესტრში აბორტის პროცედურა ტარდება. გილოცავთ თქვენ საკუთარი არჩევანის თავისუფლება გამოიყენეთ. არსებითად ეს მკვლელობაა, რომელიც არ ისჯება. აღსანიშნავია, რომ იმ შტატებში, რომელშიც აბორტზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუ ორსულ ქალს ესვრით და მოკლავთ, ორმაგი მკვლელობისთვის დაგაპატიმრებენ. ეს სრული უაზრობაა. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც მთელი გულით სძულთ კაცობრიობა. როგორც ლინცი გრემს არ ადარდებდა, როდესაც თქვენ შვილებს გზავნით და მის ომებში სასიკვდილოდ, რადგან თავად შვილები არ ჰყავდა, ისევეა მორა ჰეილის შემთხვევაშიც. არც მას ადარდებს ბავშვების მოკლა, რადგან არც მას ჰყავს შვილები. დედამიწას ყველა სიცოცხლე გარკვეული მიზნით ევლინება და ყველა ბავშვი იმსახურებს ჰქონდეს ეს შანსი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.